ხუდონჰესის მშენებლობაზე კიდევ ერთწლიანი მორატორიუმის გამოცხადებას ურჩევს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი ხელისუფლებას. Არსებული მასალების შესწავლისა და ზემო სვანეთში ვითარების გაცნობის შემდეგ ჰოლანდიის ბუნებაზე ზემოქმედების კომისიის 5 სპეციალისტი გარემოს დაცვის სამინისტროს მილიარდიან ენერგეტიკულ პროექტზე დადებითი ეკოლოგიური დასკვნის გაცემის რეკომენდაციას არ აძლევს. უცხოელი ექსპერტებისთვის პროექტის მთავარ დაბრკოლებას ენგურის ხეობაში მიწის ეროზია წარმოადგენს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ინერტული მასალა, რომელიც მდინარის კალაპოტში ხვდება, კაშხლის აუზს იმაზე სწრაფად შეავსებს, ვიდრე პროექტითაა გათვალისწინებული. შენიშვნები არსებობს ხუდონჰესის ეკონომიკური მიზანშეწონილობის საკითხზეც. ამასთან უცხოელი ექსპერტები ხელისუფლებას მშენებლობის ზონიდან 184 ოჯახის განსახლების დაკავშირებული სოციალური ღონისძიებების დახვეწასაც ურჩევს. ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციებმა შესაძლოა ინვესტორის გეგმები შეცვალოს. არაა გამორიცხული, რომ ჰესის მშენებლობის კიდევ ერთი წლით გადადებას კომპანია ტრანსელექტრიკასგან მილიარდ 125 მილიონიან პროექტზე უარის ხმა მოჰყვეს. Well, international best practice showed that an environmental გარემოზე ზემოქმედების არსებულ დასკვნაში არაა წარმოდგენილი გეოლოგიური რისკები. ხეობის კრიტიკული ფერდობების სათანადო ანალიზი საჭიროებს. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ამ რისკების სრულად შესწავლას ითხოვს. ამასთან ვფიქრობთ, რომ აუცილებელია პროექტის სახეცვლილებაც. რათა ჰესის სადერივაციო გვირაბი ისე მოეწყოს, რომ წყალსაცავში დალექილი ინერტული მასალების ჩარეცხვა გახდეს შესაძლებელი. ამ რეკომენდაციების გათვალისწინება სავარაუდოდ 1 წელი დასჭირდება. As we have concluded today, is the basis for an environmental decision. მე ველოდები პრინციპში სწორედ დაწვრილებით რეპორტს, რომელიც როგორც აღნიშნული იყო, იქნება დაახლოებით 3-4 კვირის ვადაში და ჩვენი მხრიდან ვესწრები მაქსიმალურად გავითვალისწინოს. თუ თქვა რაღაცა კითხვებს გადებს მათ მიერ დამტეულ რეკომენდაციებში, ის ისევ გავხადო განხილვისაგან იქნა საქაურ ექსპერტებთან და აუცილებელია რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება განსაკუთრებით ასეთ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით. ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმას, რომ ერთი წლით უნდა გაჩერდეს ეს პროექტი. კიდევ ერთხელ არა აქვს სრულყოფილი ინფორმაცია ექსპერტებს. ამიტომ, როდესაც ინვესტორი იქნება, თუ ის ადამიანები, ვისაც ხელი მიუწვდება ამ ინფორმაციაზე, არსებულ ინფორმაციაზე, რომელიც წლების განმავლობაში ხდებოდა სხვადასხვა საექსპერტო ჯგუფების მიერ მოძიება, ჩვენ მივაწვდით ყველაფერს და ამის მერე უკვე იქნება გაკეთებული დასკვნა ამასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რამდენი ხნით უნდა შეჩერდეს პროექტი. იმას, რაც აუცილებლად ხსნის, რომ ჩვენ მომავალში სიმძლავრეები დაგჭირდება, ხო? ამის გათვლა ელემენტარულია და შეგვიძლია ჩვენ ეს დავთვალოთ, იმიტომ რომ ეს პროგნოზით შეიძლება დავთვალოთ, რომ 2015 წელს ჩვენ თუ არაფერი სიმძლავრე არ მოგვემატა, შევალთ აშკარად ძალიან მძიმე დეფიციტში ენერგეტიკულად.